გამარჯობათ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია მე კი შორენა ჭიაურელი ვარ 557-98-95-98 გვიკავშირდებით ჩვენს პირდაპირ ეთერში და იღებთ ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობას ვისაუბრებთ საკითხზე როგორ აფასებთ ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობას და ასევე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას თქვენ იცით რომ 1 აპრილიდან ანუ დღეიდან საქართველოში დენის ტარიფი მოსახლეობისთვის 5 თეთრით გაძვირდება კომერციულ სექტორში დენის ტარიფი კი 4-6 თეთრით მოიმატებს. ამასთან ერთად დენის ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ 30 მარტს დაადგინა. რასაკვირველია მაყურებლის აზრი მნიშვნელოვანია ზოგადად მომატებულ ფასებთან დაკავშირებით. ასევე აღსანიშნავია რომ მინდა მაყურებლის პოზიცია მოვისმინოს საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ აფასებთ ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობას პარლამენტში. ისიც თქვენ რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ასე ვთქვათ საკმაოდ დიდი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა პარლამენტში მათი მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს რა თქმა უნდა ეს სხდომა და შესაბამისად საბოლოოდ რა შედეგს მივიღებთ ეს ჯერჯერობით უცნობია თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრი გვეუბნება აპრილის შუა რიცხვებში ეს საქმიანობა დასრულდება და შესაბამისად უკვე ნელა-ნელა გავალთ იმ შედეგზე თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული აი გუშინ მაგალითად ფარმაცევტ კომპანიებს bis წარმომადგენლებს უსმენდნენ პარლამენტში ფასებთან დაკავშირებით. 557-88-95-98 მაყურებელს შეუძლია რა თქმა უნდა შემოგვერთდეს ასევე რადიო მსმენელს ვინც ახლა გვისმენს რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე. ამასთან ერთად მინდა ინფორმაციის სახით მოგახსენოთ ისიც რომ დიახ 1 აპრილიდან ანუ დღეიდან არა თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია რომ 2026 წლის 1 მაისიდან ცვლილებები იქნება ასევე ჯარიმებთან დაკავშირებით. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო. საგზაო ჯარიმების ზრდას ვგულისხმობ და მთავარ ცვლილებებს რაც შეეხება, მინდა რომ ეს საკითხიც მიმოვიხილოთ დღეს. ასევე ფასის ზრდა ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და სასურსათო კუთხით. როგორია თქვენი პოზიცია, როგორ აფასებთ ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობას და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას. როგორც ცნობილია, ასევე საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაახლოებით 50 თეთრით მოიმატა. ამასთან უკვე 1 აპრილიდან, ანუ დღეიდან იცით რომ ელექტროენერგიის ტარიფმაც 5 თეთრით მოიმატა და ტარიფების ზრდა ხორბლის ფასეც აისახება, თუმცა ბიზნესი ირწმუნება რომ პური ჯერ არ გაძვირდება. საწვავის გაძვირებისა და ასევე ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მიუხედავად, პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები ამ ეტაპზე მაინც ახერხებენ. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძირითადი პროდუქტი მომხმარებლამდე უცვლელად ფასად მივა, თუმცა პარალელურად ამბობენ, რომ გლობალური პროცესებმა და ენერგორესურსების გაძვირებამ ფასზე გავლენა შეიძლება მომავალში მოახდინოს, თუმცა ამ დროისთვის გვარწმუნებენ, რომ პურზე ფასი ნამდვილად არ მოიმატებს. საერთოდ რომ შევხედოთ სურათს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პროდუქტი იქნება ეს თუნდაც კი ბატონო ჩვენ ვთქვით რომ დაახლოებით ბოლო 3 კვირის განმავლობაში შეინიშნება საწვავზე საგრძნობლად ფასის მატება, რა განაპირობა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება ამ კუთხითაც ბრძანოთ და გვირეკოთ 557-88-95-98. ვინაიდან დღეს სოციალური მიმართულება შევარჩიეთ ასევე თქვენთვის მე ასევე უნდა შევეხო სახალხო დამცველის ანგარიშს 2025 წლის მონაცემებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თუ რამდენი ბავშვი ირიცხება ეს გახლავთ 379,947 ბავშვი რომელთაგან 23,322 პირველად დარეგისტრირდა ასევე აღსანიშნავია რომ როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა სიღარიბე ქვეყანაში კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
მაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. სოციალური მიმართულებით გვიწევს დღეს ჩვენ საუბარი, კონკრეტულად ყურადღებას ვამახვილებთ ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც აქტიურად ვადევნებთ თვალს გასული რამოდენიმე თვის განმავლობაში და არსებული ინფორმაციით აპრილის შუა რიცხვებში პარლამენტში ეს ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მუშაობა უკვე დასრულდება და იმედია ქვეყნისთვის, ანუ ხალხის საკეთილდღეოდ დადებითი გადაწყვეტილებებიც გასაჯაროვდება. მაყურებელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, შორენა გენაცვალე. დიახ. აი ახლა ჩვენ ხედავთ მოსახლეობა ყველაფერს გვიძირებს ჩვენი მთავრობა. ყოველთვე რაღაცის მიზეზს ნახულობს, რომ გაძვირდეს ეს პროდუქტია, ამალია, დენია, გაზია, რა ვიცი, რამდენი ჩამოვთვალე. მე ვეკითხები ჩვენ მთავრობას, მაგათ თავზე არ აისახება. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ პენსიონერებმა, მრავალშვილიან დედებმა, რომ 200 ბავშვი მისცემენ თითო ბავშვს, იმ ბავშვმა როგორ უნდა იცხოვროს. ან მე 370 ლარი პენსია რომ მაქვს, რომ დავყო პენსიონერები. მე პენსიონერებს მეუწოდებ და საერთოდ პარტიებს, რომელიც ჯანსაღად არ აზროვნებს. ეს თქვენი იქნებით გახარია 25 ნომერი როა თუ ვისაც კარგი აზროვნება აქვს. დაგვიძახოს მოსახლეობას სოციალურ თემაზე, დაგვიყვანოს. თელი საქართველო გამოვა, თვითონ რომ კარგად არია. ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენ ცოდები არ აქვს სასტაფოდ გადაგო პენსიები და ბანკებს გავზადო ის დახმარებები. რა არის, რა სიცხლე არ არის კაცოხალხის გაწყვეტა და გაიგება ამბრად. ჩვენ ცოდები არ აქვს. სადამდე უნდა ამატო როდემდე. მაგიტომ რომ გაზი და იმით ამატებენ. ეს როგორ დავჭირდით კაცელები რომ ერახდნენ ხალხო. რა ხდება? მადლობა მოსმენისთვის. დიდი მადლობა თქვენ რომ გვირეკავთ და იღებთ გადაცემა ინტერაქტივში მონაწილეობას. მიმართავ ასევე სხვა იმ დაინტერესებულ მაყურებელს, ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვერთდეთ, გვეკავშირდებით 557 88 55 88. მონიტორზეც ხედავთ ჩვენ საკონტაქტოს, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოთქვათ აზრი, შეგახსენებთ კითხვას, როგორ აფასებთ ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობას და ასევე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას. ჩვენ ასევე შევეხეთ დიახ სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც ვკითხულობთ, რომ სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, სადაც თავის მხრივ ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1.307.607 პირს. პირდაპირ ეთერში მორიგი მაყურებელია, მოგესალმებით და გითმობთ თქვენს დროს გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ახლა ხალხური გამოვიდა. შეიძლება დავხსნა. რა უნდა გამოვიდეს ყველა. შეიძლება ჩამჯარი შუღელ. არაფერს არ აკეთები. ამერია მოსკოვის აღდობას. ყველა იყვანს. მოსკოვის აღდობას. კარგით, დიდი მადლობა თქვენ ძალისთვის. მე განვაგრძობ, რაც შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობას 463.122 ადამიანია მთელი ქვეყნის მასშტაბით და რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს 2025 წლის მონაცემებს ვეყრდნობით და ასევე სახალხო დამცველის ანგარიშიც ვკითხულობთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხება 319,947 ბავშვი, რომელთაგან 23,322 პირველად დარეგისტრირდა. მორიგი მაყურებელი ხაზია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. გუთი რამდენიმე ეკონომიკა წმინდა და ითქრა თქვენს ასეთი რამ რომ თბილისში, ქუთაისში, მესტიაში კიდევ სადღაც ბიტკოინების ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ ამ ვალუტას თუ ვირტუალურ მონეტებს, კოლოსალურ ელექტროენერგიას ხარჯავენ და არ იხდიან დეღებს, ანუ დამატებითი ღირებულების გადასახადს. კიდევ ჩვენ გვახტევინებენ ამის პულსაც. მიმიხდით რას ვამბობ?
კი ბატონო, დიახ. ეს არის გამაოგნებელი რამ, აღმაშფოთებელია. ხალხი კი არ წუწუნებს, ხალხი გმინავს. როგორ არ ცხენიათ, იმდენი რაოდენობის ფულია დაგროვილი უკვე აი ამ ადამიანებში, რომ ეზარებათ, ამიტომ რჩევიათ ბიტკოინებით 2 მონეტას ჩაიგდეთ და $200,000 გიგდია ჯიბეში და ჩვენ რა დავაშავეთ ამის გამო. რასაკვირველია, მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის და კვლავ განვაგრძოთ სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. ფაქტობრივად ჩვენ ამ ანგარიშით კვლავ კიდევ ერთხელ ხედავთ იმას, რომ საქართველოში არ გვაქვს სახარბელო მოცემულობა სოციალური თვალსაზრისით და ამ ყველაფრის და მიუხედავად თითქმის ყოველდღიურად გვიწევს საუბარი მასთან დაკავშირებით, რომ პროდუქტზე ფასი იზრდება, ტარიფზე გადასახადი ძვირდება და ასე შემდეგ. რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება და როგორია მისი პასუხი მოქალაქეებთან? ველოდებით მაყურებელს 557 88 55 88 და ის ხაზზე გვყავს. გამარჯობათ. გამარჯობათ. ისაუბრეთ, დიახ. დაუწიეთ ქალბატონო ტელევიზორს და გისმენთ ყურადღებით. ეხლა საყვარელო. თქვენს რამ კითხვას სვამთ, რა ეშველება ამ გაჭირებულ ხალხს. ეხლა ამას კითხვა უნდა საერთო და მე მომხრევარ მაგალითად იმისი, რომ უფრო მეტად უნდა გაუჭირდეს ამ ხალხს, ისე რომ სუნთქვა არ შეეძლოს. თავარია ივანიშვილმა უნდა ისუნთქოს. რა კითხვებს სვამთ, პირდაპირ გაგიჟებული ვარ, რა ხნათ, რა არის, რა უნდა ხნას ხალხმა? ხალხმა რა უნდა ხნას? მეტი ზღირსი არა, უარესი ზღირსია. შუბსო, ჩამო, მეო და მე კმაყოფილვარო. ეს ადამიანი უნდა გამოიყო და დაშვა კოჭოლზე. კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის. ნახვამდის კითხვას კიდევ გავიმეორებ, როგორ აფასებთ შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობას და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას. რა თქმა უნდა, მე კითხვას კიდევ არაერთხელ გავიმეორებ, თუ რა კითხვას ვსვავ, სწორედ აი ამ კითხვას ვსვავ, იმ კითხვას, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს და ყველა ერთად ვმსჯელობთ, რატომ ეს გადაწყვეტილებები, რაში შეიძლება ხედავდეთ გამოსავალს, ასე ვთქვათ, შეფასება მივცეთ და ის პრობლემა, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ყოველდღიურად ცდილობს წამოგვეწიოს, საჯაროდ ვისაუბროთ. მოგესალმებით. დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვთ, მოემზადეთ ხოლმე, როდესაც პირდაპირ ეთერში შემოხვალთ, რომ არ მომიწიოს მსგავსი წინადადების გაჟღერება. დაუწიეთ ტელევიზორს და გითმობთ თქვენთვის ასურვალ დროს. 557 88 55 88 ნუ გამიბრაზდება ეს მაყურებელი, მოგვიწია რომ დაეტოვებინა დიახ პირდაპირ ეთერი. რაც შეეხება ასევე ჯარიმებთან დაკავშირებით, რასაკვირველია ამ საკითხს აუცილებლად შევეხები. ფაქტობრივად პარლამენტს უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს საგზაო ჯარიმების ზრდასთან დაკავშირებით და მთავარი ცვლილებები. განსაკუთრებით მაყურებლისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ვინც არის მძღოლი, რა თქმა უნდა, ვინც ასევე რადიო საშუალებით გვისმენს ახლა რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე, აუცილებელია, რომ ამ კანონს დავემორჩილოთ და უმორჩილებლობის შემთხვევაში სამწუხაროდ მოგვიწევს საკმაოდ კოლოსალური ჯარიმის გადახდა, რაზეც ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სიჩქარის გადაჭარბება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება. მანევრირების წესის დარღვევას, რაც შეეხება ჯარიმა 100 ლარამდე, პლუს ქულების დაკლება არის განსაზღვრული, თუმცა რაოდენობას ახლა ვერ აღნიშნავ. ღვედის გარეშე მოძრაობას, რაც შეეხება 50 ლარამდე იქნება. ასევე ქულების დაკლება არის გათვლილი, ტელეფონის გამოყენება საჭიესთან 50 ლარი, პარკირება და გაჩერება, ასევე არასწორი დგომა და გაჩერება 50 ლარი და ეს ასე ვთქვათ
გადაწყვეტილება გავრცელდება ბევრ ქალაქზე, ტროტუარებზე ან ზებრაზე გაჩერება ეს ახალი დარღვევა 100 ლარი იქნება და შესაძლოა მანქანის ევაკუაციაც მოხდეს. ტროტუარზე მოძრაობას რაც შეეხება კი 200 ლარი იქნება და ქულების დაკლება. ბასლაინს რაც შეეხება ავტობუსის ზოლს, ჩვეულებრივი დარღვევა ქულების დაკლებით დასრულდება, განმეორების შემთხვევაში 150 ლარი, საპირისპირო მიმართულებით კი 200-300 ლარი იქნება. სხვა მნიშვნელოვანი მაგალითად დრიფტი 500 ლარი პლუს მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით, საცობის ავარიული სიტუაციის გამოწვევა განმეორებით შემთხვევაში 300 ლარი და პლუს 30 ქულის დაკლება და კიდევ ერთი აღსანიშნავია სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება, ეს ახალია, ასევე ახალი წესი 200 ლარი იქნება მძღოლისთვის განკუთვნილი, ვინც ავტომობილს სახანძრო ჰიდრანტთან გააჩერებს. რაც შეეხება ასევე უკვე ამოქმედი და 2026 წელში ეს ხმაურიანი მანქანები ღამით პირველად 100 ლარი, მეორედ 200, მესამედ 300 ლარი და მთავარი იდეა ამ ცვლილებების და მიზანი, როგორც გვეუბნებიან, არის უსაფრთხოების გამკაცრება და ავარიების შემცირება. თუმცა რამდენად საჭიროა ვთქვა აი ასე გაზრდილი ჯარიმები მძღოლებისთვის ეს კიდევ ცალკე კითხვის საგანს წარმოადგენს, რაზეც შეუძლია რომ თავად მძღოლები შემოგვერთდეს და გვიკავშირდნენ და გამოთქვა აზრი, ასე რომ მე ველოდები ნებისმიერ მსურველს. პირდაპირ ეთერში მაყურებელი გვყავს, გამარჯობათ. ალო, გამარჯობა. ისაუბრეთ, გისმენთ. ისაუბრეთ, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ხარ. ძალიან ცუდი პირობებია საქართველოში. დიახ. დაუწიეთ ტელევიზორს, გთხოვთ, თუ შეიძლება და გისმენთ. დიახ, დაწეული მაქვს ბოლომდე თითქმის. ისაუბრეთ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ქალბატონო, ძალიან ცუდი. რა გვეშველება ამ პენსიონერებს? როგორ უნდა გადავიხადოთ ეს დამატებითი 5 თეთრი? თითქმის და ვითომ არაფერია, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საქართველოში. თავიდან ვითომს და მე ერადად ვიყავი ამ თავრობის მომხრე. მეგონა მართალ ამბობდნენ ესენი და თურმე იმ ხელად ხვილს გვეუბნებოდნენ რომ მე თვითონაც დავიჯერ. როდემდე უნდა დავიჯეროთ ამდენი ტყუილი? თქო რა მოსახლეობა, მარტო ჩემს თავზე კი არ ვიდა. დიახ. ჩემმა პენსიონერები მივიძახე, რომელიც ასე დუხჩილ ცხოვრებაში არიან. იქნება რამე ძეშოლოს, მაგრამ ვინ არის ჩვენი მშველელი? ისიც ვერ გამიგი. მადლობა თქვენ გულწრფელი პოზიციისთვის, დაგემშვიდობებით 557-88-95-88. როგორ აფასებთ ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობას და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას, რომელიც დღეს 1 აპრილიდან 5 თეთრით გაიზარდა. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. დიახ. იცით რა მაინტერესებს აი ხო ჩვენმა მთავრობამ რომ მოუმატა ეს თანხა, როგორ ფიქრობთ ეს მადლობა იყო იმ ხალხის იმ ხალხზე გამოსვლა რომ გააკეთა პატრიარქთან და რატო არ ფიქრდებიან რომ იგივე შეუძლია გააკეთოს ამ ხალხს, გამოვიდეს, გააპროტესტოს, რომ ეს ტარიფებმა არ მოიმატოს. რატომ უნდა პრობლემების შექმნა თავიანთვის? რატომ არ უნდა რომ მივიდონ ადამიანებთან, კითხონ გაჭირვება რა აქვს? რა სჭირდებათ? კიდე მომატება ჭირდება, ისეთ ყველაფერი მომატებულია? 12 ლარი პამიდორი რო ღირს. და აღარ ვიცი რამდენი რამ. კიდე რაღაცის დამატება უნდათ. აი ვერ ვიგებ მაგათ პოზიციას, იცი? კი, მოიმატა ყველგან ყველაფერმა, მაგრამ საქართველოში ხო არის ეს ენერგო ესენი რომელიც წარმოქმნიან ჩვენ სასომხეთს ვაძლევთ და ამ დროს ჩვენ გვიმატებენ კიდე? აი როგორც სასომხეთმა გააკეთა
სამი თეთრი რო გააპროტესტა, ესე უნდა გამოვიდეს სულ ყველა. და მე ნახავენ რა შეუძლია ქართველ ხალხს. მადლობა ხალბატონ თქვენ ზარისთვის. დიახ. დიახ, კარგად ბრძანდებოდეთ. შემდეგ მაყურებელსაც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ასევე რადიო მსმენელს, რადიო სიხშირე FM 105-ზე და 1-ზე სოციალური მიმართულებით ვსაუბრობთ. შეგიძლიათ შეაფასოთ პარლამენტში ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობა. დიახ, თქვენ იცით რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს პარლამენტში ეს კომისია დიახ, რომელსაც აქვს აქტიური შეხვედრები იმ უშუალო კომპანიებთან, ვისაც ხელთ ეწიფება და შეუძლია ფასების დაბალანსება, გუშინ მაგალითად პარლამენტში ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს უსმენდნენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში იცვლებოდა აზრი. საბოლოოდ რა შედეგი დადგება, ეს ბუნებრივია, უცნობია. თუმცა დავალოდოთ აპრილის შუა რიცხვებში, როგორც პრემიერმა გააკეთა შეფასება, ეს საქმიანობა დასრულდება და ალბათ ბევრი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებაც გახდება ცნობილი. მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. ისაუბრეთ, გისმენთ. თანამოქალაქეებსა. ისიც რა არის, დღესაც უკაცრავად ეს სერიოზული გადაცემა თუ საპირველო აპრილის ხმრობა, როგორ ვერ გავიგე უკაცრად თავიდან დამისვით კითხვათ და გიპასუხებთ. ანუ სერიოზული გადაცემა თუ საპირველო აპრილის ხმრობაა მეთქი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა შეიძლება რომ პირდაპირ ეთერში მე გამომდინარე იქიდან რომ ყველა პოლიტიკოსი იტყუება, ხო? ის ფასების შემსწავლელ კომისიაზე რო ამბობდით, ისინი სიტყვები. ახლა თქვენ ხომ მატყობთ რომ დიახ სტუდიაში პოლიტიკოსს არ ხედავთ და არ უსმენთ თუ რადიოთი გვისმენთ და ხო, აი ეგ ამბავი, ამიტომ მე ნამდვილად არ ვცრუობ. არა, ყველა იტყუება არ შემოდა, იმიტომ ხალბატონო შორება. დიახ, მიგიხდით, რა საკვირველია. იტყუება რომ თურმე ის BBC მოდის მოუხდის ქართულ ხალხს. თურმე იმას ამბობენ კიდევ რომ ესა რაფეს მარიონეტი როა ისე მადუროს ადგილზე როდრიგესი სიტყვებს უკან დაიერებს და საქართველოს წვიარე მეტი არ არის ჩემი აი კუჩა სიტყვები დაიგინოს და უკან აი ხო ესეთი ის სიტყვება იქიდან ის პროპაგანდისტები იტყვებიან რა თქმა უნდა გზაზე შაფერიშვილი მაგრად იტყვება იგივე გორგილაძეს ნობილი იმის ექსტეინის კონგრესები და ტელის ამბესიცის ხალხი შემდეგ ის იქიდან ტაბლიაშვილი იქიდან კიდე რა ვიცი ვინი ვიღაც საქართველოს გადმონაშთები ინგა გრიგოლია და ვიღაც უდა ვის უნდა დავუდგინოთ ხალხო შეხება ეს ხო აბსურდია ისე მოაწყობენ ხუთი თეთრი შემოაყარეს შემდეგ კიდე შემოაყარებენ არ გამიკვირდება რომ ბენზინი გახდეს ცოტა ხანში 6 ლარი მაინც ხმას ახო ამბობენ რომ ქართულ ხალხს რაღაცა ამდენი წელი სხვარია ქართული ხალხი გამოდის ამდენი წელი და ვერ გამოდის ეგეთ რამეზე როგორ შეიძლება ეს ხო დიდი სიცხვილეა ზოგია მშიერი იყო და ვიძინე და კუთხით მაგრამ როგორ დავგანო ასე კურის მომატება აი ეს არის ჩვენი უგებდება ქალბატონო ჩვენ მე დამაჯარი მე ვიცი როგორ მასკის მექანიზმი დამაჯარი მე პატრულ ინსპექტორმა და უთხარი რომ არ გადავიხდები იმიტომ რომ ჩემზე არაფერი არ არის გაფორმებული მე ისე კარგად დაგეძ ეს არის რა ქვია საბუთი შემოქმედ გაგეცი ვილის ტბილი ხომ გენქენერო ტბილი აკირისები არ გიქნა. შენი მინისტრი თბილისელი 300 50 ის გაიგდა ეს და მეთქი ვერიტანდი ეს დიდი ვერიტანდი შემოდი მომშევარი ხარ მიშაზრები ხალხიკად მატრამები გადაირია ეს პატიცონი ატო ინსპექტორ წარმოგიდგენთ აი ესეთი ჩვეულებრივ ხალხს რას უზავო წარმოდგენად არა მე აი არ ვიცი რა დიახ გასაგებია ბატონო აი ეს არის ვაჟა მელქაძე იყო ეს ინსპექტორი ვაჟა მელქაძე თუ გოქონდა აი ეს ალბათ კარგად დამდებოდა იქნება გვეშველოს მაგრამ არ ამგონი მომიტევი კარგი, დიდი მადლობა თქვენს ზარისთვის პოზიციისთვის 557 58 55 88 მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, თავისუფალი ეთერი, შეგიძლიათ დაგვირეკოთ, თქვენც საუბროთ სოციალური მიმართულებით, როგორ აფასებთ ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობას პარლამენტში და ასევე ყურადღება გავამახვილოთ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, დღეს 1 აპრილს 5 თეთრით მოიმატა 1 კილოვატზე. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ.
ეთერში ვარ? კი, ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. შორინასაც მინდა მორიცეცალო. დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ ბატონო, გამარჯობა. გამარჯობა გენწოლე. დიახ. ერთი თხოვნა მაქვს შორინასთან, რომ ხვალისის ან რეგისტრის იქნებ მოგვაწოდოს რა ხელფასი აქვს ნარმანიას. საინტერესოა, კი ბატონო, თუმცა ეს თქვენ რას გაძლევთ? ხომ იცით რომ არ იქნება დაბალი ხელფასი მისთვის? მე ვიცი ხო, რასაც მართლებთ. დიახ. ეგ მე ვიცი რა. ეხლა თუ ეს შეურაცხყოფას არ მიახენებთ შორენასთან, საერთოდ თქვენ მაშინ ძალიან გთხოვთ რომ ნარმანიას ხელფასი და ნარმანიას თანამშრომლების ხელფასი. კარგით, გავიგე ბატონო, თქვენი პოზიცია, მადლობა დაგემშვიდობებით. 557-88-55-88. მორიგი მაყურებელს შეგიძლიათ დაგვეკავშირდეთ და თქვენც ისაუბროთ. მე ასევე მინდა შევეხო საკითხს, წელს ინფლაცია შარშანდელზე მაღალი იქნება და შეიძლება მიზნობრივს ორჯერ გადააჭარბოს. დენის ერთბაშად გაძვირებამ ისეთ პრობლემებს მოიტანს, რომ ფასების ზრდის კიდევ ერთი სერიოზული ტალღა გვექნება. ეკონომისტების შეფასებებს, რა თქმა უნდა, ოდნავ მოგვიანებით მოვისმენთ დენის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით და ზოგადად რა გავლენა შეიძლება იქონიოს აი ამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ. ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი ტელემაყურებელს ვუსმენთ, რომელიც ხაზზე გველოდება. გამარჯობა. გამარჯობა, ჩილოწორონა. დიახ, გისმენთ. ყველა ლაპარაკობს, ხალხი ზიანებს. მეტი არაფერი. რომის მეტი არაფერი არ გამოპატრონებს ამას. როდის შეიძლება მაგათ ფეხები და რამდენი ხანი ლაპარაკობს, არაფერი არ გამიდის. უმატებენ დაკლების მაგერად, ხო? რა შეხედულო დააწყო, აგერ მაგით ამოხარცავენ ახლა მაგით ფული. უნდა პარაგია, მაგრამ ლაპარაკობს და ზიგიანდება ხალხი მეტი არაფერი. დიახ, იცით რა არის? მე მექნება თქვენთან ასეთი შეკითხვა, რასაკვირველია მაყურებელი ხაზზე გვყავს უკაცრავად. დიახ. რასაკვირველია, არასასი ამოვნოა, როდესაც ეს სოციალური მიმართულებით გვიწევს საუბარი და თან მოქალაქეების კეთილდღეობისთვის რაიმე ისეს ან დასაიმედებელს მნიშვნელოვანს ვერაფერს ვერ ვამბობთ. ერთ-ერთმა ქალბატონმა მაყურებელმა ისიც ბრძანა, რომ აი პატრიარქის სამძიმარზე თუ რამდენი ვიყავით მოქალაქეები გამოსული, ნუ თუ ამ რაოდენობამ ვერ აჩვენა ხელისუფლებას, რომ შეგვიძლია ჩვენ კვლავ გამოვიდეთ და სოციალური მიმართულებით ჩვენი სათქმელი ვთქვათ. თქვენ რა შეიძლება დაამატოთ ამ კუთხით? აი თქვენ ხართ ნიჰილისტურად განწყობილი, რომ ტყუილია ეს ყველაფერი და დიახ. მიტინგი არ გამომიქონია. ისაუბრეთ რა შეიძლება. ხო და მიტინგი არ გამომიქონია, ხომ ვიყავ საერთოდ ამომწეველი, მაგრამ შეტრიფავდა ინასული და დაცული ნახევრ საათის. აი გამოდიოდა არაფერი. იგივეს ვატო ლაპარაკობს, არაფერი, არა. ვიზიანდება ხალხი, მეტი არაფერი. კარგად ეკავი. კარგით, მე ვფიქრობ, რომ ხალხი იმით ღიზიანდება რეალურად არა ჩვენი საუბრით, თუ მე სწორედ მიგიხვდით, არამედ იმით თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს საბოლოოდ ხელისუფლება, თუ ის კონკრეტული ორგანიზაცია და სამსახური, რომლის შესაბამისადაც არის გადაწყვეტილება მიღებული ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ასევე ჯარიმების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ურტყავს მოქალაქის ჯიბეზე და როგორია საქართველოში ასე ვთქვათ დიახ, ჰონორარს გულისხმობ ხელფასების რაოდენობა ან სამუშაო ადგილები, ეს კიდევ ცალკე საკითხია. თავარი პრობლემა არის ის, მე 2025 წლის ანგარიშში მოგახსენეთ სახალხო დამცველის, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოციალური კუთხით და ამას კიდევ მოწმობს ისიც, რომ მაგალითად დიახ, ახლა მოგახსენებთ ციფრები მინდა ზუსტად, რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ.
ვინაიდან სიღარიბე ქვეყანაში კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება ფაქტობრივად დიახ სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში საქართველოს ჯერ რამდენი მილიონი ადამიანი ვართ 3 მილიონი ხო და ალბათ არც იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათგანია რომელმაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ ეკონომიკური პრობლემის გამო ქვეყანა დატოვა და საზღვრებს ფარგლებს სხვადასხვა ქვეყანაშია მიმოფანტული 1.307.607 პირი მოიცვა. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც საუბრობთ სოციალური დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაზე და რიცხვზე ბავშვების კუთხით იყო 379,957 და პირველად დარეგისტრირებული უკვე ახალი მონაცემების საფუძველზე თითქმის 24,000 ბავშვია. ეს რას მიუთითებს თქვენთვის უკვე რა თქმა უნდა ნათელია, ხო? აყურებელი ხაზზე გვყავს გისმენთ თქვენს გამარჯობა. გამარჯობა. ისაუბრეთ. ეხლა აღდგომა მოდის და თავრობა მიცის. უკვე გაძვირებული და ყველაფერი მომატებულია. ხალხი მაინც იყიდი. გადალასავს ამალაგასაც არაფერი და დააგრძელდება. მე რამგონია ეს პატრიარქის დასაქმებაზე რო იყო ხალხი ნახევარი ქრისტიანი არ არის. როცა გამოსვლა უნდა და რაღაც მაგ არ გამოდის არავის. აღმოჩებულია. გამოსავალი რა არის? გამოსავალი ერთია. მოусმინოთ ობახიდეს, რომელიც ამბობს, ვორდიშაჩიძე ავიდა წელი შემოსავალი, გაუსწარით ევროპის წამყვან ქვეყნებს თუ არა წამყვან ქვეყნებს ამდენი პროცენტით, მე ალადეს მოусმინოთ, რომელიც ამბობს, იხდით ხალხის კეთილდღეობისათვის ეხლა ვატარებთ კასტიკს, რომ ტრამვაი უნდა გავიყვანოთ თბილისში, მოემსახუროთ ხალხს და დიდი ძირობიდან დიდობამდე მე კიდე ვიზრუნებთ კიდე რაღაცებს და გავერთებით ხალხ გაუხარდება მე აბაშული გამოაგეს დავმოძრავთ რაღაცებს ახალ რაღაცებს ასე და ასე გავერთოთ და ახალს აგვეთ დავდგებით და ვიხოთ და კარია რაჯობია ასე აჯობია ნევრების მოშლა ხო ხასა გავერთოთ მუსლინოთ იმათ ტელევიზორში საღამოს გამოვიდნენ კიდე ყოველ მოამბეში ბატონო დიდი მადლობა ბატონო თქვენ წარისთვის პოზიციისთვის გემშვიდობებით 557-58-98 გაუცვალოთ აზრი პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ დაგურეკოთ საუბრობთ საკითხზე როგორია თქვენი მოსაზრება ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და ასევე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან მიმართებით რომელიც დღეს 1 აპრილიდან 1 კილოვატზე 5 თეთრით გაიზარდა ღირებულება. ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სურსათის ფასებზე გავლენის შეფასებას რაც შეეხება მარეგულირებლის კომპეტენციას სცილდება და ქვეყანაში ინფლაციის ანალიზი ასევე ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ასეთია სემეკის პოზიცია. დენის ტარიფის გაძვირებას ინფლაციაზე პირდაპირ ზეწოლად მეჩნევს ეკონომისტი მაგალითად სოსო ბერიკაშვილი და ის ხაზს უსვამს რომ ეს დანამდვილებით გაზრდის სამომხმარებელ ხარჯებს. მაყურებელი ხაზზე გვყავს და გისმენთ თქვენს გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, ჩვენ გითმობთ დროს. გამარჯობა. ალო. გამარჯობა. შუქი რო გაგვიჭირეს. პროდუქტი, ყველაფერი, არაფერი სამუშაო არ აქვს. ხალხო რა უნდა ხდეს? ზიტი უნდა იყვებოს, უნდა გაიტანოს სავი რითი. სიცხვილეა უბრალოდ, სიცხვილე ეს რა ხდება? რა იგი? ხალხის აღუჭა დააგდება ბოდიში მომთხოვა და ხერხზე ვიკიდებენ არაფერი მაგის თავში არ შედის თავში მოიგონეს რაღაცებს ვითომ პატრიარქის გადასწორება რა პაპუაში ძალიან ეხამუშაოდა უძო ძალიან გული შედგება მაგეს ადმი მაიმუნები ესენი კარგით, მადლობა თქვენ ძარისთვის ნახვამდის. რაც შეეხება ისევ და ისევ უბრუნდებით ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას. დენის ტარიფის გაძვირებას ინფლაციაზე პირდაპირ ზეწოლად მეჩნევს, როგორც გითხარით ეკონომისტი, აღნიშნავს ის, რომ დენის ტარიფის გაძვირება არის, ესე იგი, ინფლაციაზე ზეწოლა, ელექტროენერგია შედის პროდუქტის თვითღირებულებაში, შესაბამისად ხარჯის დასაფარად მოხდება გაძვირებაც და პარალელურად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი თუ გაგრძელდება
ხდება ენერგომატარებლებზე მაღალი ფასი შენარჩუნდება, რაც დამატებითი პრობლემა იქნება. ეს ეროვნულმა ბანკმაც იცის და მართალია ჯერ არ გაუზრდიათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა მომდევნო ხდომაზე ალბათ გაზრდიან. აღნიშნავს ეკონომისტი. მაყურებელი ხაზზე გველოდება, გამარჯობა, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა. მე თუნში ზოგჯერ საუბრის დარაგებული შემოგვარი მეცხოვნა მე ასე ვიცი და ასე მეთქვით. საქართველოს ძირითადი ეროვნული მთავრობა. ეს ქართულ ხალხს არ ეშლება, მაგრამ რასაც ვიკეთებენ, რასაც ჩადიან ჩვენს წინააღმდეგ, ყველა კარგად ხედავს ამას. არავინ იფიქრებს, რომ ქართველი კაცი ვერ ხვდებოდეს რამეს. მოვიდა ვიეტნამთანხმდია და რა ატმოსფერო ტრიალურდა საქართველოში, კარგად მახსოვს ეს. თუ არა და გაიხსენოს აიხსენოს ყველა. მე მოკლეს ეს კაცი მოვიდა ხო ვიცით არა როგორი ატმოსფერო როგორი კაცის მოვიდა უფრო სწორად აი ესეთი ატმოსფერო ტრიალობდა შემდეგ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი როგორი კაციც მოვიდა და სულითაც მოვიდა აი ესეთი ატმოსფერო ტრიალებდა საქართველოში ახლა ციფრია როგორი კაციც მოვიდა როგორი სულითაც მოვიდა ისეთი სულით ტრიალებს საქართველოში ჩვენ მაგრამ ჩვენ არ უნდა დავამორჩილოს ამას მე შემიძლია ბევრი რაღაცის თქმა კიდევ მაგრამ ცოტაც მოვედიდები ესე იგი ჩაგრავენ ვაწამებენ ყველანაირად და რაც დააკეთე ჩვენს წინაშე წინა ტერიტორიის ხალხების აი ეს ყველაფერი კარგად ვიცით მაგრამ რა გავაკეთოთ როგორ მოვიქცეთ ხალხმა რა უნდა ხო უნდა გამოვიდეთ მართალია უნდა გამოვიდეთ მაგრამ რო არ გამოდის ამასაც თავისი შეგნება აქვს ამ თვალსაზრისით ქართულ კაცს ამის შეგნებაც აქვს რო არ გამოდის ატო ეს თავხედები ეს თავხედობა სანამ გაუვა ამას სანამ გაუვა ამას აი ამას უყურებს ქართულ კაცი დიახ. დიდი მადლობა თქვენ მადლობა ბატონო ზარისთვის, ასევე ყველა იმ ტელემაყურებელს თუ რადიო მსმენელს, ვინც პირდაპირ ეთერში გამოთქვით სურვილი და გაქვთ სურვილი რომ შემოგვიერთდეთ, ასე რომ გადაცემის დასრულებამდე გვაქვს საკმარისი დრო. გურეკავთ 557-58-95-88-ზე ვსაუბრობთ საკითხს როგორ აფასებთ პარლამენტში ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობას და ასევე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას. პირდაპირ ეთერში მაყურებელია გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და ამ თავრობის ამ შემთხვევაში ანგარიშდება, იმიტომ რომ ესენი თუ რამე სიტყვიან, უნდა გავიგოთ დაგვირდები უბრალოდ. როიქია რომ უნდა მიუხედოთ ამას აცებს დაწევას უნდა მიუხედოთ ესენი არაფერს არ დაუწევენ იმდან მთლიანად საქართველოს უცხოა. იმიტომ რომ ამათი ნათქვამი არაფერი არ დაიჯერება. პირიქით, როდესაც იგახია რომ დაუკლებთ ესე იგი იცოდეთ მთლიანად საქართველოს რომ მოემატება ყველაფერს ფასები. დიახ. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის დაგემშვიდობებით და მაყურებელს კიდევ ერთხელ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენს პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ სოციალური მიმართულებით, როგორია თქვენი მოსაზრება გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით ვსაუბრობ ელექტროენერგიას, რომელიც დღეს 1 აპრილიდან 1 კილოვატის ღირებულება, რაც იყო ამ დრომდე, დაემატა 5 თეთრი. კომერციული მნიშვნელობისთვის 4-6 თეთრი 100-ია განსაზღვრული დამატებითი ტარიფი. მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში მაყურებელია, თუ შეიძლება არ დააყოვნოთ, დაიწყეთ საუბარი.
გამარჯობათ. დიახ. აი, ნუ თქვენი აზრით ახლა 7 შვილი ვართ ოჯახში. 400 ლარი მაქვს ხელფასში. დიახ. ანუ ვერ მუშაობს სასახლეში იმის გულისხმის, რომ ორ-ორი მოხუცი მყავს პენსიონერი, დემენციით დაავადებული და ნუ დროის ფაქტორი არ მაქვს უერთოდ დიდხარ. ანუ 400 ლარით 7 შვილი უნდა შევინახო, ეს პენსიონერები, რომლებიც მთელი ცხოვრება წამლებზე უნდა იყვნენ, თუ ბენი უნდა ვიხადო, შუქი ვიხადო, თუ რა უნდა ვქნა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გჭირს? მე როგორ ფიქრობ? რა გვეშველება? ხო, მე აი ხომ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ისეთი წარმოუდგენელი ციფრი თქვით თანხის, რომ შეუძლებელია თვის განმავლობაში კი არა და ფიზიკურად სხვაგან ვერ გავდივარ, იმიტომ რომ ვერ მწოვებ დემენციით დაავადებულ ადამიანს ითხოვს, რაც მიხეთება იმას ვაკეთე. კი, მესმის სრულიად. აი არ ვიცი ნამდვილად რა უნდა ვთქვა. სწორედ ეს არის ასევე ის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომ სამუშაო ადგილებიც არ არის რეალურად ჩვენს ქვეყანაში სათანადო ხელფასით. დიახ. კი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. თქვენს დაგემშვიდობებით, შემდეგ მაყურებელს მივცეთ ასევე შესაძლებლობა, რომ შემოგვერდდეს ჩვენი საკონტაქტო იცით, ვინც ტელევიზიით გვადევნებთ თვალს მონიტორზეც აღნიშნული, რადიო მსმენელს რაც შეეხება, რადიო სიხშირე FM 105 და 1, გეტყვით, რომ გვირეკავთ 557 88 55 88. მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ. რა არის თვით, ამ ხალხს მიყვის თქვენ. კერუგურე. დიახ. მომატება ელექტროენერგიაზე სამ დღეში ხდება და 3 თვე უნდებათ ფასების დაკლებას. ეს მარტივად რომ დიახ. კი. მე ამდენი უმახელფასი და ამდენი ოჯახი ვარ რაღაცა წიწუნით თქვენ დალოცვისლებთ თქვენ არჩევნები რისთვის არჩევთ რატო ვერ ხდებით კაცო ვერ გამიგი ამ ხალხის შენი ახლობელი რომელიც საჯარო ხელფასიებს და გეუბნებათ რომ გინდა თქვა ეს ოცნება იმის ხათრით უნდა ეჩვო შენ ოჯახს რა შედალოცვისლო უნდა გაგეს ეს ხელისუფლება ეს პარტია უნდა მოშორდეს იმ ნორმალისტის ხელფასის პრაიქი არ არის ეს მომატება არამედ ზენიდან არის მოთხოვნა რომ ამდენი თანხა შემოვიდეს ამაში რატო ვერ უნდა ერკვეოდეს ხალხი იმათ რომლებიც პარლამენტში სვდანან და აქვთ 15,000 ლარი სხვა შემოსავალი აქვს 15,000 ლარი დღეში ამაში უნდა ერკვეოდეს ხალხი ვერ იღებს პრობლემას რა ქვია ფულს ხელს არათანაბარი განაწილება ხდება რატომ ვერ ხდება ეს ხალხი ვერ გავიგე რა მაპატიო რომ ახლა ჩემი ერზეზე ვლაპარაკო აი რასე არის გამოსავალი არის ერთ-ერთი ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს დიახ კარგი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის დაგემშვიდობებით 557-88-58 მორიგი ტელემაყურებელს შეგიძლიათ შემოგვერთდეთ თქვენც როგორ აფასებთ ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის საქმიანობას და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას როგორც ცნობილია, ანუ დღეს 1 აპრილიდან ძვირდება ელექტროენერგიის ტარიფი და ტარიფების ზრდა ხორბლის ფასზეც აისახება, თუმცა ბიზნესი ირწმუნება, რომ პური ჯერ არ გაძვირდება. ბუნებრივია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორთან და ბევრ ჯაჭვთან და არაერთი კითხვა გაჩნდა, თუმცა როგორი არის სემეკის პოზიცია, როგორია ეკონომისტების შეხედულება, ასევე მოქალაქეების აზრი ასე თუ ისე დღევანდელ გადაცემაში ვცდილობთ რომ გამოვერკვეთ და ისევ და ისევ ინფლაციასთან დაკავშირებით როგორც ვგებულობთ ინფლაციასთან მიმართებით პროგნოზი უარესობისკენ იცვლება ამ ხრივ გარკვეული გავლენა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა სულ ახლახან დენის ტარიფის ზრდასთან
მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი რისკები კიდევ უფრო გაზარდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად დააჭარბებს და შესაძლოა საგანგაშო ნიშნულამდეც ავიდეს. ზოგადად ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ფასებზე გავლენის შეფასება მარეგულირებელმა და მარეგულირებლის კომპეტენციას სცილდება და ქვეყანაში ინფლაციის ანალიზი ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს, ასეთია სემეკის პოზიცია. დენის ტარიფის გაძვირებას ინფლაციაზე პირდაპირ ზეწოლად მიიჩნევს ეკონომისტი და ის ხაზს უსვამს, რომ ეს დანამდვილებით გაზრდის სამომხმარებლო ხარჯს. და მაყურებელს პირდაპირ ეთერში უსმენთ. გამარჯობა. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. კაცო, რა თქმა ცხოვრებაში სპეციალისტები არ აქვს. სოფლის ევროპის დაძაბულოს და უნდა ჩვენ სასწრაფოდ გარი. სხვა სახელმწიფო Federal Reception. Yes, already reception chips. Ten surgeons magic ten surgeons long was all. Nearly halfway. Kautati. Chile. და დაარეგულირებს ამ შემოსავალს. დიახ. ჩვენი პორტფოლიო საკუთარი ლუისი გადააკეთეთ ის Windows. გამსვლა დაიწყეს. ნუ არ შეიძლება ხოლმე სხვა ჯამში რაგიბეს. სპეციალისტი. ყველა გამარჯვება დაასრულე. იმიტომ სპეციალისტი. პარლამენტში იურისტები არიან. Ministrului, dar ce să nu stăm noi, economicii sau კარგი, დიდი მადლობა თქვენ ჯარისთვის. დაუბრუნდები კვლავ ეკონომისტების შეფასებას. იგივე მოსაზრებას იზიარებს და დიდი ინფლაციის მოლოდინები აქვს ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილსაც. მისი ვარაუდით შესაძლოა შარშანდელ მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბოს და ორჯერ ან უფრო მეტად გაიზარდოს. ერთფაშად გაიზარდა ტარიფი და წარმოუდგენელია ამან სხვა პროდუქციის ფასებზე ასახვა არ ჰპოვოს. ელექტროენერგიისა და საწვავის გაძვირება გამოიწვევს ყველაფრის ფერზე ფასის მატებას. ამ შოკების მიმართ რამდენად ვართ მზად, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ძალიან მკაცრი და ქმედითი ნაბიჯები უნდა თუ არ გადაიდგა გაძვირების კიდევ ერთი სერიოზული ტალღა იქნება, რაც ყველაზე მძიმედ მოსახლეობას დააწვება. უფრო ხვდებით გაზრდილი ფასებით, რაც არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ჩვენვე გვღუპავს, აღნიშნავს ეკონომისტი. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, თუ 3% გვაქვს მიზნობრივი ინფლაცია, შეიძლება გაორმაგდეს და 6%-მდე ავიდეს, ან უფრო მეტიც იყოს. ახლა მაინც რთული პროგნოზირება არის, აცხადებს ის. ანუ გულისხმობ ეკონომისტზე. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. ისიც რა ანუ რა მომატებებია ლაპარაკი. გუშინ იყო დამოუკიდებლობის ხო? ეს ხო ერთი ჩვეულებრივი დღე უმრავლესობისთვის. ჩვენ არაფერი არ გვიგრძნია. მე საშინლად მეწოდებიან ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები. შობადობაო შემცირდა. შემცირდება აბა ბიჭები გოგონებსკენ ვეღარ იყურებიან. სამსახურები არ არის, სამუშაო არ არის. მაგათი ცოდვით ვიწვი. ჩემი თავი ჯანდაბას მე უკვე მოხუცებული ვარ. ახალგაზრდობას რა ეშველება? ამაზე ფიქრობს საერთოდ ქვეყანა? დაშორდა ცოლი იტალიაში, ქმარი გერმანიაში. დაშორდნენ ოჯახი. რა შობადობა, რა გადასახადები. საერთოდ რა საჭირო იყო არევა ქვეყნისა? აურიეს ისიც ვიქვეყნება, შეგრებული ოჯახის შვილები იყო რუსთაველზე გამოსულები, წერლების, ხატრების, მსახიობების, იქ ღარიბი ხალხი არ იდგა. იმათ რა აქვს იცით, გასეირნება ევროპაში. აი ეგ უნდოდათ და ჩვენ კი არ ვკითხავთ, გვინდოდა ჩვენ ასეთი ცხოვრება? ეხლა სად არიან იმაღლები? რატომ არ მიიყვანეს ბოლომდე საქმე? რატო ჩაგდეს ჯერ შევარდაძეს და მერე ჟვანია სააკაშვილო ეხლა იმა სად არიან თუ დაიწყეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო მეტრაბახები ტანკებს უვარდებოდი რა გჭირდა რომ უვარდებოდი ტანკებს
დიახ, დიდი მადლობა. ქარხანა არ მუშაობდა, ფაბრიკა არ მუშაობდა. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, დიდი მადლობა თქვენ ასევე ყველა ტელემაყურებელს აქტიურობისთვის. ფაქტია, რომ დღევანდელ გადაცემაში საუბრობდით საკითხზე, თუ როგორ აფასებთ პარლამენტში ფასების შემსწავლელი კომისიის საქმიანობას და ასევე ელექტროენერგიის ფასის მატებას, რომელიც დღეს 1 აპრილიდან 1 კილოვატზე 5 თეთრით მოიმატა. ფაქტია, ასევე ისიც, რომ თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არ იქნა აქტიური მხარდაჭერა, შედეგზე სამწუხაროდ ვერ გავალთ, შესაბამისად სახელმწიფო დონეზე, დიახ, სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, ამ მხრივ არაერთი ქვეყანა არის, ვინც გადადგა უკვე ქმედითი ნაბიჯი და გარკვეულ შედეგზეც გავიდა. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს. გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე შორინა ჭაურელი ვარ და მომავალ ოთხშაბათს ახალი თემით გიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.